მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ მოგწონდით, მოგისმენთ. მე გახლავართ მამუკა კაკუშაძე, თურქი ბიზნესმენი, ომერსარის წარმომადგენელი. მამუკა კაკუშაძე. ქალბატონი გუნდაზე დაგვეხმარება რომ თარგმნოთ ბატონებთან კომუნიკაციისათვის. დიახ, მოკლედ მოგახსენებთ საქმის ვითარების შესახებ. ესე იგი ჩვენ უკვე მეორე წელიწადია ვეწევით ჩვენს მოხმარებელთან, ჩვენს მსმენელთან ინფორმაციის მიწოდებას, რომ რიგი პრობლემები შეიქმნა ფოთის პორტთან, მესამე, მეოთხე და მეექვსე ტერმინალებზე, სადაც ბატონი ომერი +5%-იან წილს. ეს შეეხებოდა ამ კომპანიებში ბატონ ივანე ჩხატიშვილთან დაკავშირებული კომპანიის Swan Alliance Georgias მეთაურობით, მათი ხელმძღვანელობით დირექტორის ლევან ჟღარკავას მიერ გატანილი რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარის თანხებს, რომლებიც იყო კომპანიის საკუთრება, რომლებიც გახარჯული იქნა არადანიშნულების სამეფ. ჩვენ ამის შესახებ საექსპერტო დასკვნები გაგვაჩნია. ამის შესახებ ჩვენ მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, მიმართეთ პროკურატურას. სამწუხაროდ გამოძიება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს კი საერთოდ ეს საკითხავია. ჩვენ მიმართეთ განცხადებით ფინანსურ პოლიციას, საგამოძიებო სამსახურს, პროკურატურას. გამოძიება დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ პერიოდულად ამის შესახებ ინფორმაციას გაცდით და ვცდილობთ, რომ ჩვენი სათქივარი, ჩვენი წუხილი იყოს მოსმენილი მათ მიერ, ვისაც ეს ევალება, ვინც ვალდებულია. ამავე დროს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონი ივანე ჩხარტიშვილი, მასთან დაკავშირებული კომპანია და ბატონი ლევან ჟღარკავა ჩვეულებრივად თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ისინი არც გამოუძახებიათ გამოძიებაში და არც დაუკითხავთ და ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებული, რომ კიდევ ერთხელ უთხრათ მათ, ვისაც ჭერს, რომ ვისაც ევალება დაკითხონ ისინი. ბატონი ომერი თვითონ განაცხადებს ამის შესახებ დეტალურად. მინდა ერთ რაღაც დავაზუსტო, რომ დღეს ჩვენი თემის გაშუქებაზე უარი განაცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, ეს მინდა დაბედითებით თქვა. ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს, დავინტერესდები და გავიგებთ კიდეც რატომ მოხდა ეს, მაგრამ ეს ჩვენთვისაც ნიშანდობლივი ფაქტია, რომ გამოძიების გაჭიანურებასთან ერთად რიგი ძალები მოქმედებენ იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იყოს თუ შეჩერებული არა, შეფერხებული მათ. Başlayalım mı? Sizi selamlıyorum ve ziyaretiniz için teşekkür ediyorum. Bu konuyla ilgili olarak birçok kez Gürcistan'da basın toplantısı düzenleyip bir seneden fazla kapsayan süre içerisinde yapılan başvurular, genel savcılık yanı sıra Maliye Bakanlığı ve Mali Polis Şubesi'ne ibraz edilmiştir. Maalesef araştırma çok yavaş ilerlemekte olup şöyle bir soruyla karşılaşmaktayız. Acaba bu dava ilerlemekte midir? Üstelik iktidarın bazı çevreleri başka bir olayı da başarabildiler.
takımımızın üyesi 200 milyonluk yatırım portföyü ile birlikte ve uydurma sebeple Gürcistan'ı terk etmeye zorlandı. Более того, некоторым представителям клубов властей удалось и другое. Членам нашей команды с запланированными 200 миллионами investisyonного портфеля с придуманной причиной принудили оставить Грузию. Ve şu intiba bende oluştu. Emniyet organlarının bazı temsilcileri davayı ele almayıp ihtimal suç konusunda geçerlilik süresinin sona ermesini mi beklemektedirler? А также у меня остается впечатление, что некоторые представители правоохранительных органов на рассмотрением дела пытаются достичь испытания срока продолжительности по возможным преступлениям. Bir zamanlar Ivano Çikaşvili adı geçen Prometto Georgia ve Cesko şirketlerine olan borcunu inkar etmekteydi ve geçen sene mahkemeye bana karşı dava dilekçesiyle başvurmuştu. Sanki bu tutarlara el koyduğu konusunda öne atılan suçlamalar bana aitmiş gibi. В одно время Иван Чартишвили вообще признал наличие задолженности перед Prometto Georgia и Джеско. И в прошлом году даже обратился в суд с иском против меня, будто бы я обвинил его в присвоении сумм. Gerekli evrakları ben ibraz ettikten sonra davayı çekip geçenlerde temsilcisi benle Türkiye'de bir araya gelip uzlaşmak için 200 bin lira karşılığında başlatmış olduğum davadan vazgeçmemi istedi. Şu soru akıllara gelir. Acaba %5 pay sahibi susmak için 200 bin lira mı teklif ediliyor? После предоставления мною документов он прекратил исковое производство. Более того, совсем недавно встречался со мной, пусть его представитель, и предложил сепаративную сделку. Вместе 200 тысяч лар я должен был перервать инициированное мною следствие. Bugün ben buradayım ve Gürcü ortaklarımla bir araya gelip şunları beyan etmekteyim. Ivano Çikaşvili davanın sona ermesini istiyorsa borcunu itiraf etmeli ve bütün ortaklar nezdinde onu kapatmalıdır. Сегодня я нахожусь здесь встретиться с моими грузинскими партнерами и заявляю, что если Иван Чартишвили желает прекратить дело производства, должен признать задолженность и погасить перед всеми партнерами. Şirketlerimizdeki müdür Levan Çarkava'nın Gürcü mahkemesine verdiği beyanları da öğrenmiş bulunmaktayım. Özellikle beyan ettiklerine göre şirketlerin reel yöneticisi Ivano Çikaşvili olup alınan kararlar ve verilen görevler doğrultusunda alınan tutarların bir kısmını şahsi hesabına yatırmaktaydı ve buradan bu paralar Ivano'nun talimatı ile temsilcisi Ratı Kuvamberya tarafından çekilirdi. Мне стало известно о показаниях бывшего директора в моих компаниях Ивана Джаркава, которую он дал в грузинский суд. В частности, он утверждает, что компаниями фактически управлял Иван Чартишвили в соответствии с поручениями и решениями. Часть сумм для подотчета он вносил на личный счет, откуда суммы выносились по поручению Ивану и его представителям Рати Гамберия. Şirketimiz ise Ivano'nun talimatıyla borçlanıp vinç ve gemi için havale yapmışlardı ki bu tutarlar başka şirket olan Sisbil Kombinat isimli şirketin hesabına yatırılmış idi. Наши компании взяли заем по указанию Ивану и перечислили будто бы на приобретение подъемных кранов и кораблей. Откуда эти суммы получила по поручению Ивану совершенно другая компания Sisbil Kombinat. Söz konusu rakamlar birkaç milyon ABD doları ile ilgili olup Levan Çarkava'nın dediği gibi bunun gibi para tedavileri, para aklama teknolojisi olarak adlandırılmıştır ve kendisine bunu teklif edenin yine Ivano Çikaşvili olduğu için şimdi bu nedenle hem kendisinin hem de Levan Çarkava'nın diğer ortaklarıyla problemi var. Речь идет о несколько миллионов долларов США. Иван Джаркава такие обороты денежных сумм наших компаний называет технологией переноски денег, которую ему, оказывается, предложил Иван Чартишвили. Из-за этого у Ивана Джаркава сейчас имеются проблемы и с другими партнерами.
Sanırım bunun gibi veriler önemli detayları içeriyor olup bu konuda ben ve Gürcü ortaklarım senelerce tahminde bulunmuştuk. Araştırma süresince bir kere daha şu kişilerin sorguya alınması ve Levan Çarkava'nın doğru söyleyip söylemediği konusunda araştырmanın yapılması rica olunur. Я думаю, что это показание включает существенные детали, об этом уже годы и мои грузинские партнеры предполагают. Еще раз прошу следствие допросить Левана Джаркава и Баю Савишвили, Ратик Гангелия и Ивана Чартишвили и выяснить, говорит ли правду Леван Джаркава, где миллионами суммы взятые или перечисленные им из нашей компании. Böylece ben ayrı ayrı yapılan görüşmeleri tanımam ve senelerce duyduğumuz paralar göğe ödenecek vaatler olduğu halde hiçbiri pratik adım bir yöne atılmadı. Так что я никаких определенных переговоров не признаю. Более того, такие послы, что суммы будут выплачены, уже слышим годы и никакими практическими шагами не подкреплены. Üstelik Gürcistan'da yapılmış olan ve tasvip ettiğim ciddi siyasi değişikliklere rağmen mahkemeye ulaşamadım. Bu nedenle devletin üst düzey şahıslarına başvurup Gürcistan'ın iktidarı nezdinde benim ve Gürcü ortaklarımın elinden alınmış olan haklarımızın yeniden elde etmek, kanun haklarımızı korumak üzere gerekli girişimlerde bulunmaları için başvuruda bulundum. Более того, Грузия пока не смогла достичь суда, несмотря на серьезные политические изменения, которые у вас осуществились, которые я одобряю. Поэтому я уже обратился с заявлением к нашим лицам высших должностей моего государства, чтобы они действовали с соответствующими отношениями на власти Грузии для того, чтобы восстановить мои, а также моих грузинских партнеров притесненные права и защитили наши законные интересы. Hepinize katıldığınız için tekrar teşekkür ederim. Спасибо вам. დავაზუსტებ ესე იგი დავაზუსტებ დიახ წილის ფლობელობა აისახება სამეწარმეო რეესტრში სადაც არის წილის ფლობელი სონატა ალიანს ჯორჯია ჩვენ გვაქვს სასამართლოზე დირექტორის ლევან ჭღარკავას ჩვენება სადაც ის ადასტურებს რომ სონატა ალიანს ჯორჯია ეკუთვნის ივანე ჩხარტიშვილს ეს დაადასტურეს ივანე ჩხარტიშვილის ოჯახის ადვოკატებმა ეს არის მათი კომპანია შესაბამისად ლევან ჭღარკავა ადასტურებს რომ მას თანხები გამოქონდა სონატა ალიანს ჯორჯიას წარმომადგენლის რატი ღვამბერიას დავალებით ასევე შექონდა თავის ანგარიშზე და მინდობილობა ქონდა მიცემული რატი ღვამბერიასთვის და რატი ღვამბერიას ლევან ჭღარკავას ანგარიშიდან გაკვეთა თანხები ამის გარდა ლევან ჭღარკავა აჩვენებს მოწმის სახით აკითხული რომ თანხებს რიცხავდა ივანე ჩხარტიშვილის დავალებით სხვადასხვა კომპანიებში ვითომ ამწეების შესაძენად ვითომ გემების შესაძენად და ვითომ წისქვილი კომბინატის სესხის ასაღებად და ამას ეს უწოდეს ფულის გადატანის ტექნოლოგიას. ეს არის პირდაპირ აღიარება დირექტორის მიერ სადმი ქონდა მას 3 მილიონი ამერიკული დოლარი. რაც შეეხება შეკითხვას ბატონი ომერი მოგესწრებათ ასევე არის პარტნიორი 5%-ის ის ასე ვერ მოითხოვს თავის 5%-ის თანხას მან შეიტანა საჩივარი რომ კომპანიაში დაბრუნდეს 3 მილიონი ამერიკული დოლარი. საუბარია კომპანიის თანხებზე. შესაბამისად ბატონი ივანე ჩხარტიშვილი, როცა აგზავნის თავის წარმომადგენელს, მას ავალებს, რომ ბატონ ომერთან მიახციოს შეთანხმებას, რომ გადაიხადოს 200,000 ლარი. შესაბამისად 200,000 ლარი ხო ნაკლებია 3 მილიონ დოლარზე. თუ ბატონი ომერი გამოიტან საჩივრებს, ესე იგი შეცდება საქმის წარმოება, მასობაში ხანდაზმულობის ვადაც გავა და ეს საქმე შეიძლება
თავიდან ან ჩამოიდოს ან გადაიდოს სხვა რაღაც თავზე. ეს არის მისი ამოცანა. ჩვენი აზრით. და როდის მოხდა შეთავაზება და უშუალოდ ვინ იყო შეთავაზება მისიდან ვინ გაწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ მოხდა შეთავაზება ხოლმე რაც Kim geldi, ben onun ardından kim temsilcisini istemedi, ne zaman geldiğini söyleyebilir misin? Zaten Gambeli'ye geldi. Tahmin ediyorum bir ay oldu herhalde. Месяц тому назад приехал представитель Ивана Чарчишвили Рати Гамбеля. Ofisine geldi, ofisinde ziyaret etti. На мой офис приехал в Стамбуле. ჩემს ოფისში სტამბულში ჩამოვიდა რატი ღამბერია ერთი თვის უკან. ესე იგი პიროვნება რომელიც არის ბატონ ივანე ჩხარტიშვილის დობით აღჭურვილი პირი მართავს მისი ოჯახის კომპანიას ბატონი რატი ღამბერია დაუკავშირდა ბატონ ომერს არის დაახლოებით ერთი თვის უკან და ისტანბულში მის ოფისში მივიდა და შესთავაზა გარიგება კონკრეტული თანხის 200,000 ლარის სანაცვლოდ მას შეეწყვიტა იმ საქმის წარმოება რომელიც დაწყებული აქვს პროკურატურაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ეგრეთ წოდებული ფინანსური პოლიციაში და გამოიტანოს იქიდან საჩივრება. ბატონი ომერი როგორც ბიზნესმენი და ბიზნეს ეთიკის მიმდევარი პიროვნება ამ შესახებ მას ბევრჯერ განუცხადებია მათ შორის აქაც პრესკონფერენციებზე ის ჩამოვიდა შეხვდა თავის ქართულ პარტნიორებს დღეს არის თქვენ წინაშე აცხადებს ამას და ამბობს რომ მე ჩემს ქართულ პარტნიორებთან ერთად ვიბრძოლებ ბოლომდე სიმართლის დასადგენად გამოძიებამ დაკითხოს დაადგინოს სინამდვილე საწავი და ფული როგორ წაიღეს დაბრუნდეს ეს ფული კომპანიაში და მე არავითარ სეპარატულ გარიგებას არ ვცნობ ბატონი ომერი აგრძელებს იმ სიმართლისათვის ბრძოლას რომელიც მიაჩნია რომ არის სიმართლე და მას სურს რომ აღდგენილი იქნეს მისი გარკვეული უძლეები თუმცა როგორ თქვა მას გარკვეული სკეპტიციზმი შეეპარა ამიტომ მან მიმართა თურქეთის ხელისუფლებასაც დასახმარებლად რათა მათ გარკვეული ზეგავლენა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას აქ არის მოგეხსენებათ საელჩო არის ინსტიტუციები მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს არხები მუშაობს და შესაბამისად ბატონი ომერი არ გაჩერდა და ასეთ რაღაც გარიგებას არ ცნობს ბატონი ომერი ეს არის მას შემდეგ რაც ბატონი ივანე მთლიანად აკონტროლებდა ამ კომპანიებს ბატონი ბადრის გარდაცვალების შემდეგ ბატონი ივანე აკონტროლებდა მთლიანად ამ კომპანიებს და როგორც ლევან ჭღარკავა აცხადებს სხვათა შორის მეო დავინიშნე ივანე ჭღარკაშვილის რეკომენდაციით ჩემი ახლობელიაო ამ შემდეგ მას სრული კანცლერში ჰქონდა ეს არის 2008 წლის შემდეგი პერიოდი 8-9-10 წელი დიახ, ეს ვაჭრობის საინტერესო შემთხვევა არის. პარალელურად ბატონი ომერი ცდილობს იმის მიერ, რაც ცვლილებები მოხდა საქართველოში, რომ ეს ბიზნესი გაფართოვდეს. ეხლა დავა ერთია, მაგრამ ამის გარდა არსებობს ბიზნეს ინტერესები, მოგეხსენებათ. არის მისი გუნდის წევრი, ეს რამდენიმე ჯგუფი არის, შვეიცარიელი ფრანგი ინვესტორები არიან, იყო ჩამოსული ეს ფრანგი ინვესტორი, წარმოშობით რუსი არის, საფრანგეთის მოქალაქე და მას სურდა კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი განახორციელება საქართველოში, მაგრამ ადეკვატ კონკურენტმა მხარეებმა იმოქმედეს ზოგიერთი სახელმწიფო წარმოადგენის დახმარებით და მას მოუგონეს მიზეზი რომ ვითომ მას ჰქონდა ინვესტიციები განახორციელებული აფხაზეთის რესპუბლიკაში 500,000 რუბლის ოდენობით მე აღმოსავლეთ ეს 100 არ იყო მაგრამ პირველი მოვიდა დატოვა საქართველოს და თუმცა ხელისუფლებამ გამოხატა რომ აი მოდიშ მოიხდია რაღაც მაგრამ ეს ახლა მინდა იცით გეტყვით ახლა ვერა ესე გამოძიება ჭიანურდება ეს კონკრეტულად ინსტიტუცია მუშაობს ესე რა ჩვენც ვერ ხედავთ როგორ მუშაობს ახლა როგორ არის ეს სიტუაცია როცა მაგალითად დღეს აი რუსთავი ორი გვეუბნება რომ არ გავაშუქებ ამ სტატუსს ხო ახლა უკვე ჩვენ გზნობთ რომ იქ რაღაც მეორე მხარე მოქმედებს ამაზე ხო ახლა ეს უკვე ელემენტარულად ეს ელემენტარული ლოგიკა არის როცა გამოძიებაში ერთხელ დაიბარეს ბატონი ომერი 2 წელიწადში და მარტო ერთი ჩვენება ჩამოართვეს და ერთ-ერთი გამოძიებელი ამბობდა რომ თუნდაც ომერს არ იყოფინა მძღოლი
თქვენ წარმოგიდგენია თურმე ომერსარი არის თურქი ესა მძღოლი რა თურქეთის ესე გონია რა ესე მიდის საქმეები გესმით რომ ესე ამის მნიშვნელობაში ამცირო ეს გვაფიქრებინეს რომ აქ რაღაც კონკრეტულად მეორე მხარეს რაღაც გარკვეული გავლენა თუმცა ამას ახლა ვერ ვადასტურებ მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რა ეს ალბათ აბა ამიტომ ჩერდება და უცებ ესეთი საქმეები არის თავაზე შემოდებული ჭარგავა არ არის დაგეთქვი ჭარგავა თანამდებობაზე არა ეს არის სასამართლოში მოწმეთ იყო გამოძახებული ეს არის სასამართლო ჩხარტიშვილი ედავება პატრიკაციშვილის ოჯახს რაღაც დავამიტინოთ ახლა ჩვენი საქმე არ არის და იქ ვისა ჩვენება ამ როცა ეკითხებია რა იქ თანხების აწაიღო იმიტომ ისინი მათ თავის ინტერესები ხდება ჩვენ ამ დავაში არ ვერევით ეს ჩვენი საქმე არ არის ისინი საკეთებენ და იქ აძლევს ჩვენებას რომ ეს თანხები მიქონდა ბატონ ივანე ჩხარტიშვილის დავალებით სხვა მიმართულებით და ჩვენ გვეუბნებოდა პარტნიორებს რომ აი ამ წე უნდა შევისყიდო გემი უნდა ვიყიდო საქმე უნდა ავწიო წინ და ამ დროს მიდის თანხების სხვა მიმართულებით ეს გამოცდილება აი ხა საქმე ამაშია რომ დირექტორი არის ხელმძღვანელობით უფლებამოსილების სამართლიანი პირი რომელსაც დროებით შეუძლია თანხები განკარგოს მე პასუხს აგებს მაგრამ პასუხი ვერ ვაგებინეთ ახლა ჩვენც ზოგიერთი ქუჩაში ხარ დახვდება ხო ომარი მე კომბალით არა იმას ლევან ჟღერკავა მუშაობს რკინიგზის დეპარტამენტში ხანდახან ტელევიზიის გამოდის და ექსპერტი არის ლოგისტიკის დარგში მე ვფიქრობ რომ ექსპერტი უნდა იყოს თანხების გაატანის ტექნოლოგიაში მაგრამ ჯერჯერობით ამის დონეზე არ არის და ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ ისევ სამართლებრივი ჩარჩოებში კანონის ძალით მივახციოთ ჩვენს სიმართლეს აქვს ბიზნესი კი აქვს ესე იგი დიახ კი გეტყვით ესე იგი დღეს მოქმედი არის ერთ-ერთი ტერმინალია მეხუთე ტერმინალი სადაც ბატონი მერი ისევ 5% ფლობს და ჩეულებრივად ეს ტერმინალი მუშაობს და ნუ ახლა იქ არის რაღაც გარკვეული საკითხები მაგრამ ნორმალურად მინდა ეს საქმე და იქ ღებულობს დიმიტრის სიბუძის მესამე მეოთხე და მეექვსე ტერმინალებზე იმ პედაგოგიური აქტების დასაბრუნებლად რაც კომპანიიდან გაიტანეს სონატ ალიას ჯორჯია ლევან ჟღარკავა მესამე მეოთხე ითვლება ერთ ტერმინალად და ნომერი 6 კი და ნომერი მეხუთე ჩეულებრივად მუშაობს ნომერი 5 მუშაობს ეს მინდა გითხრა კი არა ის 3 და 4 მუშაობს მაგრამ ჩვენთვის არ მუშაობს ხო ჩვენთვის არ მუშაობს ახლა ჩვენ ჩვენი ინტერესი გვამოწევს დიახ ვინ არის ესე იგი გეტყვით ბაიაშავილიშვილი ქალბატონი ბაია არის ასევე სონატ ალიანს ჯორჯიას დირექტორი ერთი პერიოდი ესე იგი რატი ღვამბერია იყო მე ბაიაშავილიშვილი იყო ეხლა კიდე არ ვიცი ის არის მაგრამ იმ პერიოდში იყო რატი ღვამბერიაც და რაღაც პერიოდი იყო ბაიაშავილიშვილიც დიახ იმიტომ რომ ლევან ჟღარკავა აცხადებს რომ სონატ ალიანს ჯორჯია მავალებდა თანხების გადარიცხვასობა ეხლა სონატ ალიანს ჯორჯიას წარმომადგენლები და დირექტორები ეს ბატონი და ქალბატონი იყვნენ ეს არის ესე იგი ტერმინალის ოპერატორი კომპანია. აი სადაც გემი დგება, გამოიტვირთება, ჩაიტვირთება რა, ეს ოპერაციებია.